მოგესალმებით. საჯარო გაშლა იქნება სახელწოდებით როგორ წარიმართება თქვენი ურთიერთობა ამ გადმოსახედიდან, ამ კონკრეტული მომენტიდან და აი რა სახეს მიიღებს სამომავლოდ. იცი სტაბილურობამდეც მივა ურთიერთობა, მაგრამ ჯერ იმ ადამიანს ბევრი ბრძოლა აქვს გასავლელი თავისი ენებთან, თავის თავთან. ბევრი რაღაცა ასპექტი აქვს განსახილველი. ან მოდიხართ როგორც წყვილი, რომელსაც სტაბილურობა ჭირდება, რომლებიც ერთმანეთისადმი ძალიან ბევრ საინტერესო ასპექტებს იზიდავენ, იზიდავთ ერთმანეთს და თითქოს აი ბევრი საინტერესო რაღაცა ასპექტი არის დასარეგულირებელი თქვენ შორის. საბოლოო ჯამში მაინც წყვილში ამოდიხართ და მაინც ამოდის რომ დასტაბილურდებით, მაგრამ თითქოს სხვადასხვა მხარეს იყურებით, რაც იმას ნიშნავს, რომ გაბრაზებულები ხართ ამ წამს ერთმანეთისადმი, მაგრამ იქნება აუცილებლად დასტაბილურება კომუნიკაციის, მაგრამ აი ვიღაცა მესამე პირები, რომლებიც აი ერევიან უხეშად კომუნიკაციაში და ეს ამბები თითქოს დასარეგულირებელია, ეს აუცილებლად უნდა დარეგულირდეს მისი მხრიდან და თუ ეს არ დარეგულირდება, ეს ურთიერთობა ვერ განისაზღვრება ისე როგორც საჭიროა. და ანუ ეს აქვს მოსაგვარებელი მაგ ადამიანს და თქვენ და რაღაცნაირად ეს ყველაფერი რომ მოგვარდება, მე ამოდის რომ სტაბილურ შეყარებულობაში, აი უფრო სტაბილურობაში ამოდის ურთიერთობა და მე ჩანს რომ ამ ყველაფერს რაღაცა თავის გასაგანს უყავით, თავის რაღაცა აი ადგილმდებარებას, აი სახელი ერქმევა ყველაფერს და არ იქნება უსახელო უყარო ურთიერთობა, სადაც არ იცით რა უნდა ადამიანს თქვენგან და აი რა ესაქმება საერთოდ თქვენგან, აი ეს კითხვები რო გაწუხებთ ხოლმე, შესაბამისად ეს ამბავი იქნება ასე. მადლობა ყურადღებისთვის, პირად შეტყობინებაში მომწერეთ პირად კონსულტაციებზე და მადლობა ნდობისთვის. და მადლობა იმისთვის, რომ უბრალოდ მიყურებთ და უბრალოდ ჩემთან მოდიხართ კონსულტაციაზე.